ომის მუზეუმში ამ მომენტში ზუსტად ამ წუთებში იმყოფებიან ერთი საქართველოს წევრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. ჩვენ აქ მუზეუმში დაგვხვდა ლია ჩლაჩიძე, რომელმაც მოგვიყვა მასპინძელი აქაურობის თუ როგორ დაიბადა მუზეუმის შექმნის ისტორია და გარდა ამისა, იმასაც მკაფიო ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობა საკუთარი თვალით ხედავდა როგორ მზადდებოდა ომი, ამიტომ სპეკულაცია იმაზე საუბარი თუ ვინ დაიწყო ომი, მათ შორის ამავე ნარატივს ავრცელებენ და ავითარებენ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები, ერთი საქართველოს ლიდერები, წევრები და სამოქალაქო აქტივისტები. ისინი ამბობენ, რომ კითხვის დასმაც კი დიდი დანაშაულია მათ შორის ქართული ოცნების მხრიდან თუ ვინ დაიწყო ომი, რადგან რუსეთი არის ოკუპანტი და რუსეთი არის ერთადერთი ძალა, რომელიც ცდილობს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ისტორიულად რომ საქართველოს წინააღმდეგ გაილაშქროს. აქედან გამომდინარე ამ ადამიანებისათვის ეჭვგარეშეა, რომ ქართული ოცნება რუსულ თამაშს თამაშობს და ბიძინა ივანიშვილის გუნდი მთელი თავისი ხასიათით და სტილით არის პრორუსული. შეგახსენებთ იმასაც, რომ როდესაც ეს ჯგუფები, სამოქალაქო აქტივისტები და მათ შორის ერთი საქართველოს წარმომადგენლები დაბრუნდებიან დედაქალაქში უკვე საღამოს 19 საათზე, გაიმართება საპროტესტო აქცია, ის დაიწყება ფილარმონიასთან და დასრულდება სიმბოლურად გმირთა მოედანზე. აგური და ყველა ქვა დახეთქილია, იმიტომ რომ აქ რო შემოაგდეს მოლოტოვის კოქტეილი, როგორც სპეციალისტებმა მითხრეს, 1000 გრადუსი მაინც იყო ტემპერატურა. და აი ამათ უყურეთ, როგორ არის ის დამძნარი. ხო, და შიგისე აი ყემალი იყო შიგნით მაგალითად რაღაცა, ისე სპეციალურად რო გინდოდეს, ესე ვერ გააკეთებ ესე ფიგურებს, ისე ცეცხლით ისე მოხდა ეს ყველაფერი. და რა თქმა უნდა, ხო, ჩემმა ცხინვალელმა მეგობრებმა როცა გავაგებინე, გამომიგზავნეს სურათები, რადგან უკვე ის იყო მართლმხარდები იყო და ვეღარ გამოვიდოდნენ, ან ვეღარ მომაწოდებდნენ იქიდან და იმას და იქ ჩანს დაიწყო ომი. პირდაპირ წერია 5 აგვისტო როგორ შემოდის რუსული ტანკები როკის გვირაბში. პირდაპირ და საკუთარი თვალით ხედავდით როგორ ჩამოდიოდა ძარის გზაზე, რომელსაც სიცოცხლის გზას ეძახდნენ, როგორ ჩამოდიოდა სამხედრო მანქანები დატვირთული, აი მძიმედ რომ მოდიოდნენ და ეხლა იმას შაქარი არ მოქონდა, თავისთავად ცხადია და არაფერი საბრძოლო ტექნიკა. მოვისმინეთ ის ისტორიები, რომელიც ყველა ქართული მომნაიცების, ყველა საქართველოს მოქალაქემ, რომ ეს მეხსიერება დარჩეს თუ რა სიმხეცი არის აქ ჩადენილი რუსეთის საოკუპაციო ჯარების მხრიდან. და ყველაზე ნიშანდობლივია, რომ ამ მუზეუმში ერთხელაც არ არის ნამყოფი ამ ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი. დღეს ჩვენ ომის მუზეუმში ვიმყოფებით, სადაც კადრებში ჩანს, რა საშინელება გაიარა ამ რეგიონმა აგვისტოს დღეებში და მანამდეც. მოგვითხროს იმ ამბებზე, როგორ დაიწყო 7 აგვისტომდე და რა იყო ომის წინაპირობა. და დაახლოებით 5 აგვისტოდან როგორ შემოვიდა მძიმე ტექნიკა როკის გზით და უკვე 7-ში დაიწყო ნულის და ავნევის დაბომბვა, უკვე მძიმე ცეცხლის ქვეშ მოყვა ეს ორი სოფელი. ასე რომ ომი დაიწყო 7 აგვისტოს. ამის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის საპროტესტო საზოგადოება, ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად დგანან დედაქალაქის მთავარ გამზირზე, გადაინაცვლებენ შინდისში და შემდგომ უკვე მოემზადებიან საპროტესტო აქციისათვის. ამბობენ, რომ ძალიან მკაფიო დასტურია დღევანდელი დღე იმისა, თუ როგორი განწყობები არის საზოგადოებაში და რა არის რეალურად ქართული ოცნების ზრახვები. ისინი მკაფიო ხაზს უსვამენ, მათ შორის იმასაც, რომ ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ვლადიმერ პუტინის დავალებით მოქმედებს და მისი ერთადერთი თვითმიზანია საქართველოს ჩამოაშოროს დასავლეთს, ჩამოაშოროს ევროპას, ამერიკის შეერთებულ შტატებს და სწრაფი ტემპით წაიყვანოს რუსეთისაკენ, რის უფლებასაც არავითარ შემთხვევაში მას არ მისცემენ პროდასავლურად განწყობილი მოქალაქეები, რომლებიც მათ შორის საკუთარი ქვეყნის ღირსებას საპროტესტო აქციებითა და დედაქალაქის მთავარ გამზირზე დგომით იცავენ.